ხო არა, ნუ ეგ ანუ აქ რა ხდება, იცით? იმ ეკონომიური გათვლაში ვისაც ველაპარაკეთ უშუალოდ ამ არქიტექტურას. ძალიან რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს მიერ გაჟღერებული იქნა ინიციატივა, რომლის თანახმადაც ძველ თბილისში 800 ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვკის დანგრევა და მის ადგილზე ახლის აშენება იგეგმება. პარტია დემოკრატიული მოძრაობა თავიდანვე ვაცხადებთ, რომ თბილისში მწვავედ დგას ამორტიზირებული შენობების რეკონსტრუქცია განახლების საკითხი და იგი სასწრაფოდ გადასაწყვეტ პრობლემათა რიგს მიეკუთვნება. დემოკრატიული მოძრაობა ხედავს თუ როგორ არის შესაძლებელი აღნიშნული პრობლემის მოგვარება. მაგრამ რაც ამ შემთხვევაში თბილისის საკრებულოს მიერ იქნა გაჟღერებული, მასში მოყვანილი ფაქტობრივი უზუსტობების, ისე ელემენტარული ეკონომიკური და ურბანული გათვლებისა თუ ხედვების გამო ეს ინიციატივა თავიდანვე ზერელობის ელფერს იძენს და თავიდანვე აჩენს ეჭვს, რომ ამ გამოსვლას მხოლოდ წინასაარჩევნო პიარის დანიშნულება აქვს. კერძოდ, ძველ თბილისში არანაირი 800 ხრუშჩოვკის ტიპის კორპუსი არ არსებობს. მთლიანად ქალაქში 521 ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვკის 4 სართულიანი ტიპის კორპუსია. ხოლო თუ ამას მივათვლით ასევე ეგრეთ წოდებულ 8 სართულიან ხრუშჩოვკებსაც, მათი რიცხვი საგრძნობლად აჭარბებს 800 და რამდენიმე 1000-ია. აქ ნაცვლად ჩანს საკითხისადმი დამოკიდებულების სიღრმე. რაც შეეხება საკითხის ეკონომიკურ დასაბუთებას, მცირე ეკონომიკური გათვლებითაც საკმარისია, რომ ეჭვი შევიტანოთ, რამდენად რენტაბელურია ნებისმიერი ინვესტორისთვის ფართით დასაკმაყოფილებელი მრავალრიცხოვანი მოსახლეობის არსებობის პირობებში არაცენტრალურ უბნებში გასაყიდი ფართების ფასიდან გამომდინარე აღნიშნული ბიზნეს პროექტი. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ თეორიულადაც პროექტის განხორციელების შემთხვევაში გასაყიდ ბაზარზე გამოდის იმდენად დიდი მოცულობის უძრავი ქონება, რომლის მყიდველიც რეალურად თბილისში არ არსებობს. რაც შეეხება კომუნალურ პრობლემებს, ბუნდოვანია ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი საკომუნიკაციო და საკანალიზაციო მეურნეობის სისტემა რამდენად გაუძლებს მრავალჯერ გაზრდილ დატვირთვას. ეს თეორიულადაც გამორიცხულია. ამ სისტემას დღესვე სჭირდება რეაბილიტაცია, რასაც რეალურად ყურადღება არ ექცევა. აღნიშნულს ემატება ურბანული პრობლემატიკა. რამე თუ ამ უბნებში გაზრდილ მოსახლეობას მეტი სკოლა, ბაგა-ბაღი, პოლიკლინიკა თუ კულტურულ-სპორტული დანიშნულების ობიექტი ესაჭიროება. იმედს ვიტოვებთ, რომ ყოველივე ამაზე საკრებულოს პასუხები ექნება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული პრობლემები სასწრაფოდ მოსაგვარებელია, ხოლო რაც შეეხება ავარიული სახლების დემონტაჟსა და აშენებას, პირველ რიგში აღნიშნული იმით კი არ უნდა შემოიფარგლებოდეს, ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვკაა ეს თუ ეგრეთ წოდებული იტალიური ეზო. არამედ რა მდგომარეობაში ამჟამად კონკრეტული შენობა ნაგებობა და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პრობლემა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, მისი მოგვარება სახელმწიფოსგან უშუალო ჩართულობით, მათ შორის ფინანსური ჩართულობით არის მხოლოდ შესაძლებელი. ზემოთ აღნიშნულ გაცხადებული უზუსტობებიდან და ზერელე არაკვალიფიციური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ჩვენ გვიჩნდება ეჭვი, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო პიარის ნაწილია და აბსოლუტურად კოპირებს წინა ხელისუფლების ხელწერას, როდესაც წინასაარჩევნოდ ისმოდა დიდი დაპირებები, ხოლო არჩევნების შემდეგ ხალხი რჩებოდა იმედგაცრუებული. უფრო მეტიც, ქართული ოცნება უუნარო და არაკომპეტენტური მმართველობის გამო თავისი დაღმავალი რეიტინგის აწევას ცდილობს, რა ასეთი იაფასიანი მეთოდებით რეალურად ზიანს აყენებს, ისედაც ძლივს მსუნთქავს სამშენებლო ბიზნესს, რადგან მას შემდეგ რაც ეს ინიციატივა გაჟღერდა, მოსახლეობაში ფუჭი იმედების განცდამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს
სამშენებლო, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესის კიდევ უფრო მეტი სტაგნაცია, რომელშიც არ არის ცოტა ხალხი დასაქმებული და რომელზეც ეკონომიკის ბევრი სეგმენტია მიბმული.